საბრძოლება ეს ამ ამოცანას ძირითადად ძალიან კარგად გაართვეს თავი. ძირითადად კი არა მეფობთლიანად. სამწუხაროდ მოხდა ბევრი ტრაგედია მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ შემოსული დამპყრობლების მხრიდან, მაგრამ არავის არაფერი არ შერჩება. მინდა მოგცეთ დავპირდეთ ერთმანეთს და დავპირდეთ ჩვენ საზოგადოებას. ჩვენ გავაგრძელებთ გაძლიერებას, განვითარებას, ჩვენი ეკონომიკა დადგება ფეხზე, ვერ დაინგრა სხვადასხვა. რუსეთის ეკონომიკა მიიღო 10-ჯერ უფრო მეტი დარტყმა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკამ ამ შეტაკების დროს. კიდევ ერთხელ ვიძახით, ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ როგორც რუსეთს შეერაღო ძალებმა ბევრად მეტი ზიანი მიიღეს, იმიტომ რომ ეს იყო აგრესიული ძალა. ისინი იყვნენ შეტევაზე და ჩვენ ვიცავდით თავს. და არა პირიქით, როგორც მათ სადაც თავიდან წარმოედგინათ. ზუსტად ასევე მათ ეკონომიკა მიიღო მეტი დარტყმა, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა. ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდება, განვითარდება, იქნება სიძნელეები და არის სიძნელეები, ძალიან დიდი სიძნელეები, მაგრამ ჩვენ მათ გადავლახავთ. და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ყველა სახელმწიფოების სტრუქტურა, სამართალდამცავი სისტემა და შეერაღებული ძალები. შემდგომ განვითარებას, შემდგომ პოვებენ, შემდგომ გაძლიერებას მიაღწევენ, პირველ რიგში ჩვენი პირადი მომზადების, ინტელექტის, პატრიოტიზმის ხარჯზე. მე ისიც მინდა თქვა, რომ ჩვენ რაიმე ახალი სერიოზული იარაღის შესყიდვას უახლოეს თვეებში არ ვაპირებთ, ჩვენ ახლა თავარ ფულს ხარჯავთ ეკონომიკის განვითარებაზე, მაგრამ სამხედროების მომზადებას სამხედროების პირველ რიგში ცოდნით აღჭურვას და სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით. იმიტომ რომ ამ ხრივ არამხოლოდ ყურადღება არ მოგაგდებათ, არამედ კიდევ უფრო დასაფასებელია ის, რასაც თქვენ აქამდე მიაღწიეთ და რაც არ გაქვთ გასაკეთებელი ასე მომავალში. მე მინდა ამ ორგანიზაციული გადაჯგუფებებიდან, რომელიც მე დღეს გამოაცხადე, ყველამ გამოიტანო სათანადო დასკვნა, პროფესიონალიზმი ყოველთვის წახალისდება, მოხდა გარკვეული გადაჯგუფება და ახალ ადგილზე ხალხი ყველა სხვადასხვა ადგილზე თავის როლს თავს ვინც შედარებით შეცდომები დაუშვა უკეთესად გამოავლენს, იცით რომ ხალხი არის ადამიანები საერთოდ გაუშვით სისტემიდან და ესეც სწორია და ესე იქნება ყოველთვის. ადამიანები იქნება განშილი შედეგების მიხედვით, პროფესიონალის მიხედვით, იმის მიხედვით, სად უკეთესად შეიძლება გამოავლენ თავისთავად და იმსახურონ თავის ქვეყანას. ჩვენ ყოველთვის ჩვენ თვითონვე უნდა ვისწავლოთ ჩვენ წარმატებებზე და განსაკუთრებით ჩვენ შეცდომებზე. მე რჩები თქვენი ერთგული და თქვენი მხარდამჭერი და ხარდამჭერად და თქვენ იმედი მაქვს რომ იმედი დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მივახცევთ ახალ წარმატებებს და თქვენს ყოველთვის ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მისი მომავლის, მისი ერთიანობის, მისი დემოკრატიის, ძლიერ მისი ხალხის ერთგულები. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ეს იყო პირდაპირ ჩართვა გაერთიანებული შტაბიდან, სადაც მაღალჩინოსნებს მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა, პრეზიდენტი ამბობს, რომ მოხდება სარდლობის გადახალისება და ამ მხრივ რამდენიმე საკადრო ცვლილებაზეც ისაუბრა, მათ შორის გაერთიანებული შტაბის მოადგილეები იცვლებიან. პრეზიდენტი ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები იქნება ეროვნული გვარდიის სარდლობაშიც და პრეზიდენტი ისაუბრობდა იმ სუსტ რგოლებზე, რაც გამოაჩინა აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომმა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ ომმა ქართული არმიის სიძლიერეც აჩვენა.